ჩვენი შოუს სტუმარი დღეს გახლავთ მუსიკოსი, პროდიუსერი კახაბერი. როგორ ახარ? რა კარგია რომ მოხვედით. რასაც გასცემ შენი რაც არა დაკარგულიაო, ეგრე. დიახ, ეს ანუ შენი ცხოვრების პრინციპიც არის, ხო ეგ? მე მგონი ყველასი უნდა იყოს უკვე რა. ძალიან კარგი. პირველ რიგში მინდა გითხრა რომ ძალიან კარგად გამოიყურება. როგორც ყოველთვის, ქრონიკული სახე მიიღო. კი, ამან უკვე ქრონიკული სახე მიიღო, რასაც ჩვენ შეგვეუბნება და რაც ჩვენ ძალიან მოგწონს. შემიძლია გითხრათ იგივე, რომ გამოიყურებით იგივენაირად. მადლობა. ახაბერ, გილოცავ ახალ წელს. შენ ხარ ჩვენი შოუს პირველი სტუმარი. ამ წელს აი მაგას შევხედე. შვენიერი და გილოცავთ მეგობრებო. ძალიან დიდი მიხარია რომ პირველი სტუმარი ვარ. ერთადერთ ხელ დაუბრუნდები წინა წელს და კითხავ იმას რომ მიხედავთ იმისა რომ მაშინ პანდემია იყო. შენ იყავი ძალიან პროდუქტიული. მარტო ამიზეზით უბრუნდები წინა წელს. რაც ძალიან მაგარია, იმიტომ რომ უამრავი პროექტი წამოიწყე, უამრავი განახორციელე და უამრავს ამ წელს განახორციელებ მაშინდელი იდეებით და ახალი იდეებით. მოგვიყევი რა ხდებოდა და წელს ვიწყებთ ყველაფრის, ასე ვთქვათ, პრეზენტაციას რა, ჩვენებას და რა ვიცი, ძალიან კარგი წელია. 2021-ზე არის ხო ლაპარაკი? დავიმენი. ეხლა 2021-ია. მაგრამ იდეები 2020-ში. ხო, ანუ მოსამზადებელი წელი იყო, ესე იგი 2020 და 2021 უკვე რეალიზაციის. მოკლედ, რეალიზაცია მოდი ამბებზე 20-20-შიც ჰქონდა. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ გარდა შენი არაჩვეულებრივი მუსიკისა, რომელიც რა უნდა თქვი, მის მუსიკაზე მე ბევრი ლაპარაკო არ ივარგებს, იმიტომ რომ უკეთესი შემფასებლები არიან. უნდა თქვა რომ ჩემი შვილების პლეილისტის მთავარ ადგილზე არის 19 ნახი შეჭამა და სუმართ მევინებენ ხოლმე მაგას. შენ იცი რა უნდა ქნა რომ მათი პირველი საყვარელი შოკოლადი და სათამაშო უნდა იყოს ხადა ვენახი. ზო არა მარტო ბავშვი ახაბერის დამზადებული. ზრუნებ ეგ არ ვიცოდი. ძალიან მაგარია. ხო, მინდოდა ბავშვებო შოკოლადით მოვდივარ დღეს. ხო, მოკლედ გითხარი ახლა შენი სამოსის ხაზზე, გარდა იმისა რომ ძალიან მაგარი მუსიკოსი ხარ და შენი მუსიკა საქვეყნოდ, არა მარტო საქვეყნოდ, ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაშიც ძალიან კარგად ცნობილია და მოთხოვნადი. გითხარი, აი ეს შენი სამოსის ხაზი რო წამოიწყე. ერთი ძალიან ისეთი გამორჩეული მაისური აქვს თავის ხაზში, რომელსაც ახატია ესეთი ძალიან მაგარი აჭარელი, აშკარად ხედავ და ვიღაც აშკარად აჭარელი მაგარი ბაბუ ახატია. და სინამდვილეში ეს არის ჩემი ბაბუა. მშობლიური დუსტუნა ბაბუა. ახლა გითხარი ამ შენ სამოსის საიდან მოვიდა, რატომ მოიგო? ესე იგი, ჯერ იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ მინდოდა ჩემი კომფორტი ჩემთვის, ასე ვთქვათ, შემექმნა. ანუ თავიდან შენთვის ქმნი. რა თქმა უნდა. დავიწყე ჩემთვის შექმნა და შემდეგ ესეთი სლოგანიც მოკლედ მივეცით ამ სამოს გაიზიარა ჩემი კომფორტი. ანუ პირველ რიგში დავტესტე ჩემზე, რა თქმა უნდა, ეს სამოსი და შემდეგ უკვე გადავწყვიტე რომ რატომაც არა, მოდი აბა გავაზიაროთ და ნახოთ რა როგორ მოიწონებს ხალხი. მე უნდა დავიწყო ახალი მისაღებია კოლექცია, ქვია გაიგე როგორია ჩემ ტყავში ყოფნა. იცი რა არის? მე მაგ მაისურს არ ვიტყვი რომ 20-20 იყო დაზვერვის წელი იყო, მაგრამ 20-20-ში უკვე საკმაოდ წარმატებულად იმუშავა შენმა სამოსმა ბათუმში, როდესაც ჩვენთვის არ გეცალა, სტუმრებს ხვდებოდი შენს ბრენდულ მაღაზიაში და შენს სამოს აფრიალებდი. უცბად ძალიან პოპულარული გახდა. უცბად. იცოდე მოვა ზაფხული და შენ დაგვპატიჟე იქეთ მაშინ ჩამოვიდა. დაპატიჟებულები ხართ სულ ყოველთვის არის. სიტყვა დადებულია. ბათუმზე გამახსენდა, მე მახსოვს რომ შენ კენჭს იყრიდი მერობაზე. ხო, ეს ძალიან მაგარი ამბავი იყო. კი, სხვადასხვა ეგ ძალიან საინტერესო პროექტია, შემიძლია ვთქვა. და ისეთი რა ყოველთვის ესეთი კითხვის დასასმელად ღირებული მე ვფიქრობ რა, რომ კითხვა დაუსვას თვითონ ადამიანებმა თავის თავს. შვენიერი. და მე რას ფიქრობ, იცი? შენი როდესაც შენ გადაწყვიტე თავიდან რომ ბათუმის მეროდ კენჭი გეყარა ხო, სწორად ვამბობ ჩვენ, კენჭი გეყარა ბათუმის მერობაზე. ნუ პირველი რაც იყო ეს არის რომ მე თვითონ არა ვარ, ვერ ვიქნებოდი შენი ამორჩეველი რა. მხოლოდ ბათუმელები. ვერ ამოგიჩევდი ბუნებრივი რა, ვერ ავარჩევ. ეხა შენ, მაგრამ რატო გეკითხება, იცი? ხაზ გიჭერ. ნაპირებს რომ ზესტაფონის მერობაზე. ხო და ეხა რაღაცები რა გზა გაიარე რომ უნდა თავდოთ კონსულტაციები შემიძლია. არა, მართლა გითხარი, როგორი იყო რა ამბები იყო მაგრამ ეგ ისეთი საინტერესო სხვათა შორის მართლა საინტერესო თემა პროექტია და ვფიქრობ რომ
ისეთი მრავალსერიულია. მრავალსერიული. ანუ პერიოდულად გაგრძელება იქნება ესე. კი, რა თქმა უნდა იყოს. აუცილებლად და უნდა გავაგრძელოთ და ეს არის კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კითხვის დასასმელად უბრალოდ. მოდი, რეალურად შევხედოთ, რამდენად ბათუმის მერი შესაძლებელია იყოს კახაბერი. ხო. რატომაც არა? და შენ მე მგონი რეკორდსმენებში ხარ შესული, იმიტომ რომ მთელი საარჩევნო კამპანია დაგიზდა 300 ლარი. კი, მართალი ხარ. ჩემი საოცნებო მერია. ჩემი საოცნებო მერია. სხვათა შორის მართალი ხარ, ხო? სულ 300 ლარი მქონდა ბიუჯეტი გამოყოფილი ამისთვის. და ნუ თან გამოყოფილი რო ქონდა. გამოყოფილი. კი არა რომ რაც უნდა, აბა ეს იყო გამოყოფილი კონკრეტულად იმენა, გამოყოფილი. სხვა შორის არა, ხაჭაპურსის ჩავჯექი შე. სარეკლამო კამპანია ესე იგი, როგორ პლან გავდა იმ ბიუჯეტს ხედავ, ხაჭაპური მაგას ვეღარ ეტყვიან. კი, მართლაც. ხო, და ესე რა, მაგ ესეთი ისტორიაა, რომ გადავწყვიტე, ანუ ჩემი კანდიდატურა დამეყენებინა, დამოუკიდებელი, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. ხოლო როცა დავაპირე უკვე შეტანა განცხადების, აღმოჩნდა რომ დამოუკიდებელი კანდიდატის დრო გასული. დააგვიანე, განაცხადის შეტანა დააგვიანე. აქედან გამომდინარე ჩაირთო მოკლედ სხვა და მაგდროს უნდა პარტიის სულა და ხო, გადავხედე პარტიებს, რომლიდან შეიძლებოდა ეს და სხვა შორის მადლობა მინდა ამ პარტიას უთხრა, იმიტომ რომ სხვა შორის ძალიან ბევრჯერ ვახსენებდი ამ განვითარებას, ერთობას, რაღაცა, წავიკითხე სათაურში და წერია, რომ საქართველოს განვითარების ერთობის და განვითარების პარტია. კარგი რა მართლა. დავთქვი რომ ეგ არის ხაზი და ან საჭირო იყო რომ ვიღაცა პარტიით მართალია რომ დავრეკე წარმოდგენა არ ქონდა და ვერ მიხვდა და მოიცა დაურეკე და უთხარი რომ თქვენი პარტიის სახელი გამარჯობა ესე დიახ როგორც ხდება ხოლმე დარწმუნებული ვარ პირველ ზარზე გაგითიშავდნენ ნუ ხუმრობთ ახლა ამის რო არა კი მართალი ხარ სხვა ხაბერებად მე მინდა გავა პირველი ზარი იყო გათიშვა მაგრამ მე იყო გადმორეკვა და ნუ მოდი რატომაც არ ავცადოთ და სადე 300 ლარი გამოვყავი და 1% ავიღე როგორც აქედან ჩანს ძალიან კარგი მოთამაშე ხარ დავსვი საკმაოდ სხვათა შორის რამოდენიმე ტელევიზია სამწუხაროდ არ მიმიწვია როგორც კანდიდატის რადგან აღმოჩნდა რომ მანამდე თურმე 3-4 თვით ადრე იყო ჩატარებული ანუ კვლევა და ნუ ყველა კანდიდატს ან პარტიას უნდა ქონოდა 3%-ზე 3% ნახევარზე მეტი რა გამოკითხება და მე ვსვავდი კითხვას კი მაგრამ მე გუშინ წინ გადავწყვიტე და თქვენ როგორ დაადგინეთ ჩემი პროცენტულობა ხო ხვდები და ანუ მონაწილეობის აქედან გამომდინარე ნუ ვერ გავედი ამ 3 თვით 4 თვით ადრე არჩევნებამდე ეხლა რასაპირო შემდეგში რო კენს ამ კვლევაში და ნუ მოხდი სხვა გზით მაინც მაინც და მაინც ნუ ხო გეუბნებით ამ პროექტის მერობის არჩევნებზე კიდე გიხილავთ ოღონდ ყოველგვარი ხუმრობის გარეშე გეუბნებით ბიუჯეტი უნდა გაზარდო თუ რა უნდა გამოჯობესო ნუ ფიქრობ რომ წელს უკვე ალბათ 600 ლარი მაინც უნდა დაიდოს ნუ აშკარად ჭირდება ეს უკვე შედეგი დაიდება ფაქტია ეს უკვე 2%-ზე მეტია აი დაუბრუნდეთ უშუალო პროფესიას და შენ და სამ შესანიშნავ გოგოს ხანუმებს სულ მაგონებს ხოლმე კახაბერი და ჩარლის ენჯელს არის ეგეთი ფილმი და კახაბერი არის ჩარლი და კახაბერის ენჯელს არის და იცი რა არის ანუ ნიკამ სწორად აღნიშნა რომ შენ არა მარტო საქართველოს არამედ სხვა ქვეყნებში ძალიან პოპულარული ხარ და იქაც ძალიან უყვართ შენი მუსიკა ნუ უკრაინა ძალიან ბევრს მოგზაურობ ენერგიული ადამიანი ხარ და სულ აქეთ-იქით მოგზაურობ და რაიმე შემთხვევას ხო ვერ გეტყვი რახან ჩვენთან პირველად გეკითხებით ამას ხო ერთადერთი შარშანდელი წელს ვარ ხო ნუ თბილისში ხო რა თქმა უნდა შარშანდელი წელს გარდა ნუ ხო მეტეს შემთხვევაში ბათუმში ვარ და ზაფხულში ხოლმე ვარ ზაფხულში არ წლის განმავლობაში ვარ სადღაც 6 თვეზე მეტი ბათუმში და იქიდან მიწევს ეს გასტროლებზეც ნუ წასვლა ერთი ისტორია გამახსენდა, უბრალოდ რამოდენიმე გამახსენდა, ეხლა რაც იშვიათად ხდება ხოლმე. ერთი გამახსენდა, ეხლა როცა დუბაიში გავეძრე ხანჯლით. და ეს იყო როგორი შოკი, იცი, რომ მარტო იმეთ სახეების გადაღება იყო საჭირო და ეს იყო საკმარისი. და ეს წერებიანი ადამიანი ხანჯლით რაღაცა ტიპი იჩითება. ანუ მიწვეული ვიყავი, რაღაც ფეშენის იყო, რა ქვია, ჩვენება იყო და ნუ იქ ვიყავი მიწვეული, იმის აფსერ პარტიზე უკრავდი და ნუ მოვხდით რაღაც სასტუმროში, ძალიან დიდ სასტუმროში, სადაც ყველანი ჩაცმულები არიან და შეიხები არიან და ნუ ხვდებით ხო მაგათზე და მე ჩემი ჩოხით შავებში ხო ჩოხით აბალახით ამბე თავით ძალიან დიდი ხანჯალი მკიდია რა თან და
ну ძალიან შეშინებულები იყვნენ და ძალიან დაცვა გაურკვევლობაში იყო ისე და ერთადერთი იცოდნენ რომ ნაციონალური კოსტიუმია და ხელი არ მოკიდოთ არ შეიძლება ეს არის შეურაცხყოფა იმიტომ რომ ეს აეროპორტში დავიწყე შეიძლება მაგის განცხადება იმიტომ რომ იქ ერთი ამოყრა იყო ამ ყველაფრის და ну მე ვთხარი რომ ეხა მაგას ხელი არ მოკიდოთ ეს არის მე ვთხარი ის ნაციონალური კოსტიუმი და რამე და ხელი არ შეეხო მაგრამ უპრობლემოდ გაგიტარეს ეს პრობლემოდის დაახურეს მაგრამ სადღაც გადარიკეს გადმორიკეს ну მართლა გაიგეს რომ ჩამოვედი დასაკრავად რაღაც ეს იყო ერთი ფაქტი მეორე იყო ძალიან სასაცილო ფაქტი როცა ჩვენ ერთ-ერთი ხანუმა იყო ფეხმძიმედ და ჩვენ მქონდა ლონდონში კონცერტი და ну ეხა რას გამაზავ ეხა მიდიხარ და წავედით სტამბოლიდან და უნდა გენახათ დადგმული ცეკვა რო ქონდათ გოგოებს როგორ უნდა დაფარებოდნენ ეს ეს არ დასაყრდნიტო შესაძლებელი იყო არ შეეშვათ უკვე ну მოკითხვა კი ანგელოზებს მართლა უნიჭიერეს ადამიანებს გამოვიყენებთ თქვენს არაჩვეულებრივ გადაცემას იმისთვის რომ ჩვენს მსმენელს შევატყობინოთ რომ ჩვენ მოვემზადეთ ამ პერიოდში საკმაოდ ესეთი საინტერესო პროექტებით და 4 ალბომი შემზადებული გვაქვს ასე ვთქვათ წლევანდელი წლისთვის კი უკვე წლევანდელი წლისთვის რომელიც ესე ეტაპობრივად შემოვა და ეს არის 2021 წელი ესე იგი ხანუმებთან ერთად კი ნამდვილად და ძალიან ნუ რაღაცა ისეთი პერიოდი აღმოჩნდა რა მართლა პროდუქტიული იმ ხრივ რომ გამოყენებადი რა და მე ვფიქრობ რომ ყველა შემოქმედ ადამიანს წესით უნდა ნუ შეეძლო რომ გამოიყენებინა და შეუძლია რომ გამოიყენოს ეგეთი პერიოდი იმიტომ რომ ფიქრობ რომ უფრო დაფასდა პანდემიის პერიოდში ინტელექტუალური შრომა რომელიც სხვადასხვა საერთოდ არაფრად არ ითვლებოდა რატომღაც ჩვენთან მით უმეტეს და ნუ კიდევ რა თქმა უნდა დაფასდა ის ადამიანები ვისაც შეუძლია შექმნა ანუ შემოქმედება და ვისაც ჰქონდა ამის საშუალება რა თქმა უნდა კიდევ და რაც შეეხება ბათუმს და ბათუმში ჩემი სამოსის პირველ მაღაზიას რომელიც გადავწყვიტეთ და ბათუმში გავაკეთეთ სად თუ არა ბათუმში სად თუ არა თუ ბათუმში კი ნამდვილად და არაჩვეულებრივი ადგილია და და ის ბევრი სტუმარი მყავდა მართლა წერს. ნახეთ გახსნა. კი, საკმაოდ ბევრი სტუმარი მყავდა. გახსნის ვიდეოც არსებობს და ნუ ძალიან ესეთი რა ორგანულია რა შეიძლება ვთქვა. მე ბათუმელი ვარ. ჩემი სამოსის პირველი შოურუმი ბათუმში უნდა გახსნილიყო რა თქმა უნდა და ყველა საინტერესო ის იყო რომ მიუხედავად იმისა რომ ანუ პანდემიის პერიოდი და ეს რაღაც პატარა შუალედი ზაფხულში გაიხსნა ტურიზმი არ იყო ვიცით ხო ყველა არავინ არ იყო ჩამოსული და იმდენად საინტერესო მაჩვენებელი დადო ასე ვთქვათ თვითონ სამოსის რეალიზაციამ და ზოგადად მოწონებამ მოდი ესე ვთქვათ რა ქართველები ხა ვიცით ხო რაღაცა პრეტენზიულები ვართ და ვითხრებით რომ ძალიან ქართულს თუ მოეწონა ესე იგი კარგია ხო და რაღაცა და ნუ ძალიან მიხარია რა იქ ფაქტი რომ მიიღო გაითავისა და გაიზიარა ჩემი კომფორტი ძალიან მაგარია ამათებს გისურვებ ყველა სფეროში და რაც შეგამჩნიეთ ბატონო კახაბერ თქვენ ძალიან აზარტული ადამიანი ბრძანდები შემოქმედებაში აზარტულობაში და გაძლევთ ამ საშუალებას რომ ეს მთელი აზარტი ჩავრთოთ დღეს აქ ჩვენ შოუში სადმადებინე ნახოთ შენი ნახოთ ლიდერბეთის ოთახში მოკლედ თამაში ლიდერბეთის ოთახში და კარგი თამაშები ვითამაშო და აუცილებლად თუ ხარ მზად ლიდერბეთის ოთახში სადაც არაჩვეულებრივი თამაშები ხდება ხოლმე ვთამაშობთ ხოლმე და არც დღევანდელი დღე იქნება გამონაკლისი ჩემო კახაბერ ბატონო კახაბერ ეხლა ჩვენ ვითამაშებთ ერთ თამაშს ბატონო კახაბერ მაგრად მოგმართავს ბატონო კახაბერ ამ თამაშს ქვია გენდერული ცვლილება ხომ სწორად რაში მდგომარეობს ეკრანზე გამოჩნდება რომელიმე ცნობილი ადამიანის ფოტო და მას ექნება სქესი შეცვლილი ჩვენ უნდა გამოვიცნოთ ვინ არის თან ეს ადამიანები როგორც მე ვიცი არ იქნებიან პოლიტიკოსები და ასე ჟანრი არეული არ იქნება შოუ ბიზნესის წარმომადგენლები არიან ამ შემთხვევაში არა და პოლიტიკოსები უნდა ყოფილიყო პოლიტიკოსებიც მოკლედ ორ გუნდად ვართ გაყოფილი როგორც შევამჩნიეთ ჩვენმა მაყურებელმაც მე და ნიკო ტრადიციულად და ილო და კახაბერი იქნებით გუნდში დასწრებაზეა ეს თამაში ეს ცხოვრება როგორც მზად ვართ მეგობრებო რა თქმა უნდა მაშინ გაუშვით ფოტო მოახჩი ბიჭო ანრი ჯოხაძე თვალებში დავაკეთე ეს არის ანრი
თვალები არ ტყუიან. შემდეგი. შემდეგი. კაცია? ბიჭო, მოიცა კაცია თუ? კაცია ქალად გადაკეთებული. ხო და ლამაზი ქალი გამოვიდა და. კაცი ვინ არის ეს? აუ, გავგიჟდები თან თითქოს აი. შოუ ბიზნესი უნდა იყო. ვიცი? არ მითხრათ ეხლა რომ პარალელურად რომ იხდნენ. ვინ იყო? მე მითხარი ყურში. ნოდიკო ტატიშვილი. ხო, ეგარი. ნოდიკო. ისე უნახის. ორივე ერთდროულად პერანგსაც ფესი შეცვლილი ხონდა. პერანგსაც ფესი. ნოდიკო დაგირეკავ დღეს. Next one, შემდეგი. აბა, ვიცი. არა, მოიცა. ვიცი. რატო არ მაცადე? მე არ ვიცი, მე უბრალოდ დავაჭირი და მივხვდი რომ რაღაცა. ილო შენ ვერ გამოიცანი ვინ არის? მოიცა. ვერ გამოიცანი. შემოგიგზავნე რომ მე შოუ ბიზნესში მეგობრები არ გამოიცანი ვინ არის? მე ერთი კახაბერის მაგალითად დავაჭირი. ეჩვია მე პარება, მაგრამ შენ თუ იცანი ვინ არის? მაგრამ არ დავაჭირე კახაბერის. არა, ხო, ისე ვეკითხები. არა. ისე ვეკითხებით. მიდი. დიდი შანსია და შენ გიყურებდეს მაგ დროს. თვალებს ჩახედე. სოფონი აგრეგვიგებენ ამასობაში. გამოსობაში ცუდად არის. შეგიძლია იქ მოხ. კახაბერმა გამოიცნო მაშინ. ეგ ღილაკი მოხსნა. ჩაუჭერით ყაბელი. ჩაუჭერით მავთული. ან ჩვენ ვიეხტიუროთ. პირდაპირ არ დააწყა, თორე კულას დავკარგავთ. მაგარია, ოპა, და გასარი, კეთა, თოპურია. ეთა თოპურია. ხელი უნდა მედოს. ხო რა, ჯერა დააკამერონა იფიქა. ახე კაცის რა სიმპათიჩნია. ავიდა? ავიდა შემდეგი. უცებ. აუ. ეს ვინა? იმას აქვს ეს ბავშვი, კაცია აშკარად, ვინ კაცია? ესეც კაი კაცია. ეს კაცია? აშკარად. კაცია ხო? აშკარად? როგორ ვუყურებთ ნახე? ბიჭო ვინ არის? ის ნიკაპით უნდა მივ. ო, თქვენ გუნდში არა ვარ. მოდი. იმათ ვეთათბირებია ხო? ერთად და გადავედით თათბიში. ვინ? მაიცა. კაბუ ხო არა? არა. სათვალით ვიფიქრე რომ კაბუ შეიძლება ყოფილიყო მეტი ვერაფერი მოვიდა. ნიკაპით გავიხსენოთ, ნიკაპით. ვინ არის? არ საინტერესო ვინ არის? მე მგონი აი ჩვენ დავნებდეთ. იცი რა არის ხო? აი ამას ვერ გამოვიცან. გაჩვენეთ ვინ არის. ეს როგორ უნდა? სათვალით მაინც გეცნო, შენი თავი იგივე სათვალე. არ არსებობს. ამას როგორ? აი ხა ეგ როგორ უნდა ის? არა, მოდი რა პირდაპირ გეუბნებ. კაცი უფრო ჯობი ხარ. სათვალესაც ბიჭი ჯობი ხარ, მამა. ბიჭი ჯობი ხარ, აშკარა. ხარისხი ისეთია რომ შეხედე რა კარგია. საერთოდ არ არის სათვალეს გადაკეთებული იყო, თორე ეგრევე. ხო, აი სათვალეს ნაჩალი ჩარი იყო და იმიტომ. კარგი, შემდეგი. ქალის სათვალე და გაჩალიჩება ამას. ამას ქვია. ვინა? გონი გამოვიცანი. ვიცი. მინდოზე როგორ იქნებოდა საინტერესოა გადაკეთებული. ნახოთ, შეიძლება მინდოზაც იყოს კაცმა არ იცის. ნახოთ. ლექსო გიცანი, პირდაპირ გიცანი ძმა. ლექსო გიცანით გამოდი. შემდეგი ვინ არის? ება. ბიჭო ვინ არის? ან ნაცნობია. ბიჭო რომ ძალიან ნაცნობია. აუ მოიცა? არ ვიცი, ხო არა, მოდი გკითხავ ყურში ჩუმად. ვინ არის? თუ არა? შეიძლება? მეგონი. ხო, მაგრამ ვერ ვამსგავს, რაღაცა უცებ ვამსგავს. ჩვენ საკმაოდ წინვალთ ასე შეიძლება მოუწ. მოდი ვერსია თქვათ ეგა, იმიტომ რომ რამდენი ვარიანტი ჩავ. ბევრი ცოტა. აი მე დავაჭირე ხელი. ჩვენ მოკრძალებული აზრით დარწმუნებული ხომ არ არის სტიოპა. კი, ეგ არის. შერჩეული. რომელიც ნახევარი გამოიცა. კარგი, შემდეგი. ჯერ წინა ხართ. აუ, ეს მე ვიცი. ლელა. ხო. აი, კიდე იმათ დაგვაჩვენე. ლელა. ხო? ხო. ავერი ბარდენს გავდო. ამოვიცნობ და დავზუ. მოვიგეთ, მაიცა პრიზები. მოახსენოთ ოჩაღ პრიზები სტუდიაში. ერთი თამაში მოვიგეთ. თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა, ჩვენ მეორე თამაში ბრუნდება წინ.
თამაში ასე, ბატონო კახაბერ, კიდევ ერთ თამაში შემოგთავაზებთ. ამ თამაშს ქვია სერიოზული დუელი. ჩვენ გქონდა აქ რომანტიკული დუელი, ისეთი დუელი, ეს არის სერიოზული დუელი, მაგრამ პრინციპი არის ერთი. მოწინააღმდეგე გუნდიდან პირისპირ დგებით და მთავარი მიზანია რომ არ გაგვეცინოს რაც არ უნდა მოხდეს. და იქ რაღაც ხმები ირთვება, ხო? ხმები ჩაირთვება თუ რა ჩაირთვება, ჩვენ არ ვიცით. მოდი საჩვენებლად და თან თამაში პირველი გავხსნათ, მე და ილო დავიწყებთ. დაიწყეთ ბიჭებო. აბა. არასებულ სახეს. უკვე ეცინება. მოემზადე ამისთვის. გაგეცინა. ამის სახე. ამას ისეთი სახე აქვს, რომ აი რომ ის ეგრევე გახო. ეს რო ცალკე იმაზე გაგეცინება, ცალკე ამის მე თქვენ დუელში მე გიწევთ. სამივეს ისეთ მე თქვენ დუელში გიწევთ. ამის გაკაჩვა. მოვემზადეთ. დავიწყოთ. რომ კაკალეს. ბიჭო, ხმაზე კი არ გრიგოლია, იქ ხმაზე კი არ გამეცინა. იცი რა ეზე მეცინებოდა, რატო აღარ უყურებდი? რა მაგრად შეიკავა. იცი და ძალიან კონცენტრირებული იყო. მარტო ამაში იცინო. კარგი, გულა წაიღე. გულა წაიღე. კარგი. გულა წაიღე. რომ საინტერესოდ. ეხლა შენ და კახაბერი იყავი. შევეცვალოთ ერთ. ხო, მოდი შენ და კახაბერი იყავი. შეიძლება დუელში გიწევთ. აუ, თქვენ ძალიან რთული ეს აბა რა. ძალიან რთულ სახეებს უყურებთ. დავიწყეთ? დავიწყეთ. ვანიკო, მიდი შენახარ ჩვენი ფიშკა, ჩვენი გუნდის. აი სახეზე გეუბნებოდი, აი. ეს რა ეს არის. მოვიგეთ. გამოიგეთ, რომ ხმა გავიგონოთ, არ იცოდება. დაიწყოს ხმა და ფალ სტარტი იყო, ფალ სტარტი. როგორმე ამ სახეს უნდა გაუძლო, კახაბერი. ფალ სტარტი. შეიძლება რა სახეში არ უყურო? არ გამოდი. აი აქ უყურო. თვალებში უნდა უყურო, თვალებში. რო აიცი. Oh God. Ooh, oh God. ბიჭო, ძალიან მეცი. ეს არის ყველაზე დიდი ტესტი. ილო მოდი აქ. მოდი მე და შენიკა. მე მაპატიებ. გვერდით არ გაიხედო, პირდაპირ გეუნები. პირობა დავდოთ, არც ერთმა გვერდით არ გავიხედო. არ გავიხედები. ჰამლა. არა. დავიწყეთ. რაღაცა იდიოტობის ზეიმია რა. ჩვენ პროდიუსერს დაერხა იქ დღეს. მომენტი ნახე. ეს ხო იყო და გამეცინა, წავიდა იმასაც იცილში და დაისერიოზულა თავი და რა გამიკეთა ის. აბა რა გეგონაო? ძალიან რთულია, მე მეგობრებო სახიობებთან. აი რო არ გაეცინა და ხედავ რა შემიძლიაო და იმან გამოვიცი. კარგი, ისე რაღაცა. ეხა ვიდავენ, აბა მე ეხლა გრიგოლია და გრიგოლია და კახაბერი. აუ რა რთული. ორივეს გაგეცინა. ორივეს არითულება, კიდევ ერთი მაშინ. არიცლებ. ჩანდგე. ეხლა მე და კახაბერი გვიწევს. აბა. ივანიკო. მომზადებული ქონდა. აია. მე ზუსტად არ გახსოვს ვინ რომელი რა მოიგო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი გამარჯვებულია კახაბერი. ბრავო. გამგლობელი. და შემდეგი თამაში, ამ თამაშს ქვია აბა დამიხატე სიმღერა თუ მაგარი ხარ. კაისარი. ეგრე დავარქვით. აი ტრაფარეტებზე არის მონიშნული სიმღერების სახელები, ქართული სიმღერები იქნება სავარაუდოდ ჩემი ვარაუდით და ჩვენ უბრალოდ რამენაირად ჩვენს მეწყვილეს ისევ გუნდებათ ვარ დაყოფილი მე და ნიკო და შენ და ილო, ჩვენ მეწყვილეს უნდა დავუხატოთ სიმღერა.
როგორც გაგეხარდა რა. ასპარეზს გითმობ ბატონო კახაბერ? რინ გადის? მოდი შენ დაიწყე. ზედა ტრაფარეტი ავიღოთ, ჩვენ არ გვაჩვენო, გაიხედო. ჩვენ არ გვაჩვენო, შენ თვითონ შეხედე. აბა. ახავს. გული. აჰა. ჩიტი. მე ვიცი. ის ხო არ არის? რა ჩიტის გული გქონია? არა. არწივი, გული. ის არწივია, ეს გულია. ორი გული არწივი. გონი ფთებს ამოძრავეს. რატო ამბობ? რატო ეხმარები? რატო ეხმარები? კარა ფეხები და არწივი. დახატვის დრო გავიდა. ეხლა უნდა ეხლა უნდა გამოიცნო. ესე იგი, ეს რა არის? გული, სიყვარული. სიყვარული, ორი სიყვარულია. ვიცი! სიყვარული. აკეთებს იმას და ამას არა. საღოლ კახაბერ, ოჩ. აღარ ხრაფები. არაფერი არ ვიქნა. მოდი ცოტა დაფრინავს. როგორ წესებს, ა? ჩიტი დაფრინავს. კარგი რა. სიყვარული დაფრინავს, სიყვარული. ბრავო! ხოჩა. არა, ძალიან მაგარი. აწარნახის აგიშლით? აგიშლით და დავა ნიკო მოდი ჩემი შენ ემზადები, ხო? ახე, როგორ ეგრევე შევასრულე. დავიწყეთ. აჰა. მადლობა დახმარებისთვის. ეგ არის ხო? გაჩერება ეგა? ვიცი, გამოვიცანი ჩვენ. თქვათ? ხო, ეგ არის. არა, ჩვენ მე უნდა ვთქვა. მე მიხსნის. ჩვენ უშენ ვერ გამოიწვია. დააფიქსირეთ, რომ ჩვენ ვიცით უკვე რა შეესაბამება. კიბიდან ჩამოვედი. აქ რა ხდება? აქ და მიწატრიალებს. აჰა. ხო? გააჩერე დედა. ხო? ეგ არის. ბოლო წამს ვანიკო ყოჩა. Yes, მოვიხარ. ილოს ჯერი მე წავშლი ხა. აშალე. ჩემს დახატულს მე თვითონ. მინდა გითხრათ რომ ვერასოდეს ვერ გამოიცნობთ ახლა. მე ვატყობ, რომ ამას ვერ გამოვიცნობ, ხო? მე ვერ გამოვიცნობდი. რა ცუდი კაცი ხარ. მოიცა, ეს არის დარკვეთი, ხო? ის კალია დარკვეთიდან. რა დიდ გულა არის თან. ხო, დიდი გულია. დავიდა. თვარე უკვე რო ღიღინეს. იქნება გზა და გზა. თვარე თუ რაღაცა გავარტი მითხარი. თვარე გზა მივიდით თვარე. ღამე ქუჩას მიუყვე. საკვად მარე ვერ დაიბრან. ვერ გავაკეთე. ამის დახატვა თუ შეიძლება ნეტა. აი ეს უნდა დაგეხატა. რა მოიგონე ბიჭო. ავიდა. ესე იგი, ნახე რა ხდება, უცებ. უნდა მიხვდე ხა. ეს გზაში შეგიძლიათ ანი ესა. თქვათ, რაღაცა. ანზაღლია. არა. რა ხატავს? ვაი, რა სხვა. ფაფარია. აფარია. ან ცოტა ვერ არის ესეთი დახატული, ხა რა თქმა უნდა, მაგრამ უცებ მიხვდები, ეხა შეხედე. ვიცი ეს ყველა ვარიანტში? კი, ყველა ვარიანტში იცი. ურძენი. მეც ვიცი. უნდა ვიცი. ილო მარიცი. აღარ დაგიხატოს, მეტი ხო არ გიმღერა. აი ეს ერთი წამი. ყურძენი და ის რა ხატია? და არ უთხრა, მოდი გეხვეწები რა არის? გელია თუ რა? არა, რა არის? ეს თუ გელვათ აღიქვი მაშინ ეს. ხამენახი. შეჭამა, ბიჭო, შეჭამა. მეტი რა დაეხატა. ჯამას მაგარი.
ისკენ წავ ძალიან კაია რა. ძალიან სახალისო. მე ვიცი. მეგობარს ჩახედა. ბიჭო, ძალიან კაი თამაშია. აჰა. კაი. კუნინძები. არ არიან კუნინძები? საზამთროს აზიტით არა, ის არის. გუშტი უჭირავს მოკლედ რა. საზამთრო არა, არ არის და იგივე, მაგრამ საზამთრო სიმღერა იყო ისა, ხო, არა, ის არ არის. ეს ვიღაც გოგონა ბუშტით და შიში ფილმებიდან არის რაღაც. ნავი მიქრის წყალში. ალში არ მიქრის. ანუ რასაც ხატავს ღერის ხომ ეგარი ნახვა რა მეემართება. არ მიკანახო, თუ შენ გამოიცანი. გააქვთ ვერსია? არის ეგ სიმღერა ნავი მიქრის წყალში. კაი დრო ამოიწურა? აბა, ეხლა განვიხილოთ. მოიცა გაჩუნდი. აქ რა ხატია? ვინ არის? მასწავლებელი. აი ეს როგორ უნდა მიხვდები? ცოტათი გოგო. გოგონა, ხო? რა ჭირს ამ გოგონას? უწესებით მოსულა იცინის. ვიცი. მაგრამ არის ხო? იზირება გები, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. ანანას ხო დაცვე. წააგეთ, всё. ავაგეთ. ვენი გამოგაცემული პასუხი იყო და მე ვერ არა, მართლა ვერ გამოვიდა. მაგრამ შეუძლია არ დინერვიულან, უკვე წინ არიან ისე და. ყველა ვარიანტში წინ არიან. ისე და წინ არიან, თან წინა თამაში მოიგეს. ვაი. ზესტაფონო შორდები, ტრაფარეთს ხატავს დააწეს ზესტაფონს მე ისები. მოიცა, მარტო თეთრი რელსები? არა. ხო, ესენი. თეთრი რელსები არ არის? მაშინ ეს რა არის? მატარებელი. ხო, ეგ არის? ხო. იქრის მატარებელი. ხო. იქრის. ეგ არის. უცნობი სიმღერა. ხო, ეგ არის. ვაგონი. ბრავო, ილო. აი ხარ მასაც ეკუთვნის კოჩა კარგად დახატე. კარგად ბოლოს აი კარგი. ვაგონი, ეჭვი არავის არ გვეპარება რომ ამ გუნდმა გაიმარჯვა და კერძოდ კახაბერმა გაიმარჯვა.